ტრადიციულად სეზონის ბოლოს თავს უფლებას მივცემთ ვისაუბროთ ჩვენზე, ტელეიმედზე და ამ არხის უნიჭიერეს გემოვნებიან ღირსეულ და პატრიოტ თანამშრომლებზე. მიმდინარე სეზონი გამორჩეული იყო როგორც წარმატებული და რეიტინგული პროექტებით, ისე უსამართლო და უარგუმენტო თავდასხმით. 2007 წელს დაგვარბიეს, თითქმის 20 წლის შემდეგ დარბების ავტორების დიდი ძალისხმევით დაგვასანქცირეს. და ასე შევიდა ისტორიაში ბრიტანეთის სრულიად ურეიტინგო და უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი თავისუფალი სიტყვის მტრად. სტარმერი გუშინდელი დღეა, მაგრამ იმ გაუგონარი ბრალდებების საპასუხოდ შესაძლებლობა რომ მქონდეს, აუცილებლად დავუსვამდი კითხვას. იმედის დასანქცირების შემდეგ შეწყდა თუ არა დესტაბილიზაცია უკრაინაში. სეზონი სრულდება და ახალი სეზონისთვის ვემზადებით. უამრავი სიახლე გელოდებათ, მაგრამ ჯერჯერობით მეტის თქმის უფლება არც მე მაქვს. ნახეთ ხატიაიობიძის სპეციალური რეპორტაჟი ყველაზე რეიტინგულ და ქართველი ხალხის ნამდვილი ლიდზე. 2026 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის 4 წლის თავზე ურეიტინგო და ღრმა პოლიტიკურ კრიზისში მყოფმა კირ სტარმერის მთავრობამ რატომღაც მოიცალა და ქართული ტელეკომპანია იმედი და პოსტივი სრულიად აბსურდული ბრალდებებით დაასანქცირა. დიდი ბრიტანეთის ეს გადაწყვეტილება ერთდროულად სიმბოლური ნაბიჯიც იყო და იმ უსამართლო პოლიტიკის ერთგვარი კულმინაციაც, რომელსაც გლობალური ოლიგარქიული ძალები საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებენ. რატომ იმედი? ამ კითხვას რომ პასუხი გავცეთ, სულ რამდენიმე წლით უკან უნდა დავბრუნდეთ და გავიხსენოთ 2022 წლის 24 თებერვალი. თარიღი, რომელიც აგრესორი რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან ერთად საქართველოზე ევრობიუროკრატიის მასირებული პოლიტიკური თავდასხმების ათვლის წერტილად იქცა და ამ 4 წლის განმავლობაში საქართველოსა და მის ხელისუფლებასთან ერთად ტელეკომპანია იმედი იყო გავლენიანი გარე ძალებისა და მათი შიდა მოკავშირეების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე. სიმართლის გამო, რომელსაც იმედი გიყვებათ და ეს სიმართლე ამ ძალებისთვის მხილება და პოლიტიკური განაჩენია. ამ მიმართულებით მუშაობდით, თქვენიცით არაერთი შეხვედრა ჰქონდა აქ თბილისში, დიდი ბრიტანეთის საელჩოში, ლონდონში. გისურვებთ 7 ნოემბერს. მოგწევდამთვეს. ას გისურვებთ? 7 ნოემბერს გისურვებთ. იმედს ახალ 7 ნოემბერს უსურვებდნენ. მაყურებელთა მაგარი ნდობის, მაღალი რეიტინგისა და იმ სარედაქციო პოლიტიკის გამო, რომელიც არაერთი მცდელობის მიუხედავად საკუთარი გავლენის ქვეშ ვერ მოაქციეს. სანქციის განმარტებაში ჩაიწერა. თითქოს იმედი ავრცელებდა დეზინფორმაციას და ხელს უწყობდა დესტაბილიზაციას უკრაინაში. ეს არ იყო მხოლოდ უსამართლო სანქცია. ეს იყო თავდასხმა თავისუფალ ქართულ მედიაზე და მისი გაჩუმების მცდელობა, ისევე როგორც 2007 წელს. იმედის გაჩუმება ვის აწყობს, ხო? იმედის გაჩუმება არ აწყობს საქართველოს მოსახლეობას, იმიტომ ჩვენ მათთვის მუშაობთ. იმედის გაჩუმება აწყობს იმ ძალას, რომელსაც ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა, კვლავ და კვლავ, რომელიც იყო უკვე ხელისუფლებაში. ვნახეთ ის რაც იყო, ვინც იყო. 7 ნოემბრის მერე ფაქტობრივად არაფერი შეცვლილებდა, რომ ვიდრე არსებობს იმედი, ამ ძალამ იცის, რომ მის ამ მომავალ გეგმებთან ეს არის უდიდესი წინაღობა და უდიდესი ფაქტიურად გადაულახავი ბარიერი. ეს არის ეს პრობლემა აქვთ მათ, თავიანთი აფილირებული არასამთავრობოების თუ თავიანთი პარტიის წევრებისგან შექმნილი არასამთავრობოების წყალობით ცდილობენ არაერთი რაპორტი დაწერონ, დაუშვათ იმედს ავნონ, მაგრამ ეს ნახეთ სხვანაირი შედეგს იძლევა რა. ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ. ჩვენ არ მაუწყებლობთ ბრიტანეთის ხელისუფლებისთვის. ჩვენ მაუწყებლობთ ჩვენი ხალხისთვის და ჩვენ მთავარი მიზანია ხალხს უყვარდეთ, ხალხი გვისმენდეს, ხალხი გვენდობოდეს. ამ არხს გაუვლია ასეთი პერიოდები და უფრო მძიმეც. და აქვს ეს უნარი, რომ იცი რა რაღაცა გაორმაგებული ენერგიით, გაორმაგებული რაღაცა მიზანსწრაფით შეეჭიდოს მერე ამ პრობლემებს. და ამ სეზონზე ზუსტად ეს მოხდა. მაყურებელმა გამოიჩინა ის, რაც არასდროს. ეს გვერდში დგომა, რომელსაც გაგრძნობინებს. ეს არ არის მხოლოდ ციფრებში გამოხატული, რომ აი რეიტინგი კი არ დავკარგი, არამედ გამიორმაგდა. არა, ეს არის თვისობრივად. გინდა ზარები განახმევებელი, გინდა სტუდიაში მოსული სტუმრები, რასაც გამოხატავდნენ, გინდა მათი იდეები ჩვენ გაგეხმარებით, ჩვენ გავაკეთებთ რაღაცებს. ეს ძალიან დიდი სტიმულია.
45 სეზონს განსაკუთრებით გამოარჩევდა პოლიტიკური დებატების დაბრუნება იმედზე. ეთერი გაიხსნა დისკუსიისთვის და რადიკალების უმრავლესობამ, რომლებიც ხშირად აცხადებდნენ, თითქოს სურდათ პირდაპირ ეთერში დებატები იმედზე, სტუდიაში მოსვლა და ხელისუფლების პირველ პირებთან არგუმენტირებული დისკუსია საერთოდ ვერ გაბედა. ვინც გაბედა, საზოგადოებამ თავად დაინახა, რამდენად ზედაპირული იყო მათი პოზიცია მყარი არგუმენტების წინააღმდეგ. მაღალი იყო ინტერესი და ახალი სეზონიდან ღია ეთერი მაგდა ანიკაშვილთან ერთად მაყურებელს დებატებს საზოგადოებისთვის საჭირო და მნიშვნელოვან კიდევ ბევრ თემაზე შესთავაზებს. თავარ ამბებს გიყვებით ისე როგორც არავის სხვა. ეს სეზონი გამორჩეული იყო იმედი ლაივისთვისაც. მაგდა ანიკაშვილმა და გიორგი ფუტკარაძემ მნიშვნელოვან თემებზე პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ექსპერტის და ანალიტიკოსის პოზიცია შემოგთავაზეს. სექტემბრიდან კვლავ საინტერესო თემებით დაბრუნდება ევროანატომია ცოტნე გეგეჭკორთან ერთად. ანალიტიკური გადაცემა, რომელმაც ამ სეზონზე მაყურებლების განსაკუთრებული ინტერესი დაიმსახურა. გამარჯობა, დღის მთავარი თემები და სტუმრებით ეთერშია დღის ქრონიკა. საინფორმაციო პოლიტიკურმა გადაცემებმა სეზონი დახურეს, თუმცა 24 საათიან რეჟიმში განაგრძობს მუშაობას საინფორმაციო გამოშვება ქრონიკა და მისი გუნდი. ქრონიკის სეზონი რომ დაიწყოს, სეზონი უნდა დასრულდეს. ჩვენთვის რა თქმა უნდა, არასოდეს არ სრულდება სეზონი, შესაბამისად არც არასდროს არ იწყება. ჩვენ ვართ მუდმივ რეჟიმში, მუდმივად ვაწვდით მაყურებელს ინფორმაციას, ჩვენ ვემსახურებით მართალ სიტყვას. და ეს არის ჩვენი მთავარი იარაღი და მთავარი სიძლიერე, ასე რომ რა თქმა უნდა, გარშემოტევები ყოველთვის იყო არის და იქნება, მაგრამ როდესაც იცი, რას აკეთებ და საითად გახარ და რა საქმეს ემსახურები, შენ ეს მხოლოდ გაძლიერებს. ეს არის ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი და ბუნებრივია ჩვენ ამ საქმეს გავაგრძელებთ. ახალი სეზონიდან უკვე ახალი სივრცე. მოგესალმებით, ტელეკომპანია იმედის სოციალური მედია ჯგუფის სამუშაო სივრციდან, მე გახლავართ ნიკა ყდიაშვილი, ჩემთან ერთად არიან სანდრო გამსახურდია და შაკო კუჭაშვილი და ეს არის გადაცემა Fake Politics. სეზონი გამორჩეული იყო ტელეიმედის სოციალური პლატფორმებისთვის. გაჩნდა ახალი კონტენტი, რომელიც სოცმედიისთვის შეიქმნა. განსაკუთრებული რეზონანსი კი ნიკა კლდიაშვილის, სანდრო გამსახურდიას და შაკო კუჭაშვილის პოდკასტებს მოჰყვა. დიდია ინტერესი გადაცემისადმი რეჟიმის ანატომია, რომელიც ტელეიმედის სოცმედიის ახალი პროექტია. ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სტუმრებთან ერთად სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებებს ამხელს. სწორედ ამ ახალი და საინტერესო პროექტებით იმედი ლიდერობას არც ონლაინ სივრცეში თმობს. ამის დასტურია ოქროს ღილაკი, რომელიც ტელეიმედის ოფიციალურმა YouTube არხმა მოიპოვა. კონკრეტული პოლიტიკური თუ პოლიტიზირებული ჯგუფების მხრიდან გამუდმებული თავდასხმების მიუხედავად, სულ უფრო მეტი გამომწერი ყავს იმედის ოფიციალურ Facebook გვერდს და ეს მნიშვნელოვანწილად იმედის სოციალური მედიის გუნდის და მისი ხელმძღვანელის დამსახურებაა, რომელიც მუდმივად მუშაობს ამ მიმართულების გაძლიერებაზე. წელს ჰქონდა ძალიან ბევრი სიახლე, მათ შორის ჩვენთვის ყველაზე სასიამოვნო ასე რომ არის რომ დავიწყეთ ჩვენი გადაცემების კეთება, ინტერნეტ პლატფორმების გადაცემების კეთება, რომელსაც ყავს 10,000-ობით მაყურებელი და აქვს თავისი ხაზი, კიდევ უფრო მეტი იქნება. ზუსტად ეს იყო დასაწყისი ამ ყველაფრის. დავიწყეთ რამდენი 2-3 პროექტით, მაგრამ მომავალ წელს ეს იქნება 20, იქნება 30 და კიდევ უფრო გაიზრდა. იმედი არის გზა, რომ დადგეს შენი ქვეყნის სუვერენიტეტის მხარეს. ის რო იყო დამოუკიდებელი და როდესაც ამას ებრძვიან და იმედს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა არ არის, ხო, სხვადასხვა მეთოდებით ყოველთვის იყო იმედზე თავდასხმა, თუმცა გამარჯვებული საბოლოოდ ყოველთვის იმედი რჩებოდა და არც უნდებოდა რომ ამ შემთხვევაში ასე იყო. მაყურებლის ნდობა და სიყვარული გვაძლევს მოტივაციას იმისთვის, რომ ყოველი ახალი სეზონი თუ ყოველი ახალი დღე იმედზე კიდევ უფრო საინტერესოდ დაიწყოს. რაც შეეხება იმედის დილა დღეს, სიახლეები გვექნება იმედის დღეში გვეყოლება ახალი წამყვანი, ამბობენ სიურპრიზად დავტოვებ. გვექნება ახალი რუბრიკები, რომელზეც ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ და ვფიქრობ, რომ ძალიან ყურებადი რუბრიკები, ასე აი სახალხო რუბრიკები, სადაც პირდაპირ ვაპირებთ, რომ თვითონ მოსახლეობა ჩავრთოთ, ხალხი ჩავრთოთ, ჩვენთან ერთად გახდნენ მონაწილეები ჩვენი აი ამ შემოქმედების და მოკლედ ძალიან დიდი იმედით ველოდებით სექტემბერს. ყოველი კვირის ბოლოს, შაბათ-კვირის დილის გუნდი იზრუნებს, რომ თქვენი დასვენების დღეები პოზიტიურად და საინტერესოდ დაიწყოს. საინტერესო რუბრიკებით, რეპორტაჟებით, სტუმრებით, ბევრი მსჯელობით და თქვენთვის საყვარელი წამყვანებით.
ამ განწყობის მთელი დღე შენარჩუნებაში კი ჩვენი ოჯახი დაგეხმარებათ. ყველაზე საოჯახო გადაცემა, სადაც უამრავ საინტერესო და საჭირო თემაზე მიიღებთ ინფორმაციას. ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, როდესაც ადამიანი ისვენებს, შეუძლია რომ რაღაც სხვა რამე გააკეთოს და სტაბილურად მუდამ კონდეს ჩართული ჩვენი გადაცემა და უყურებდეს. ვიღებთ მათგან უკავშირს, როგორც დადებიც, ასევე არის ხოლმე გარკვეული მათი მოსაზრებები, რომლებსაც ვცდილობთ რომ აუცილებლად გავითვალისწინოთ და ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი არის რომ ის 2 საათი, როდესაც ჩვენი მაყურებელი ამ დროს ჩვენთან ერთად არის, მათთვის იყოს სასიამოვნო, პოზიტიური და თან რა თქმა უნდა შემეცნებითი. ჩვენს მაყურებელს უკვე წლებია აქვს შესაძლებლობა იმედზე თვალი ადევნოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მატჩებსა და მნიშვნელოვან სარაგბო ტურნირების პირდაპირ ტრანსლაციას. 45 სეზონზე კი იმედის ანგარიშზე კიდევ ერთი მასშტაბური და ისტორიული სპორტული მოვლენის პირდაპირი ტრანსლაცია ჩაიწერა. პირველად ისტორიაში რაფი გავიდა ამერიკის საზღვრებს გარეთ და ძალიან ნიშანდობლივია, რომ პირველ მასპინძლად დედამიწის ზურგზე შეირჩა საქართველო. რეალურად ჩვენ არ გვქონდა უფლება, რომ ეს ღონისძიება არ გვეჩვენებინა, არ მიგვეცა საქართველოში მაცხოვრებელი ადამიანებისთვის და არა მარტო იმის შესაძლებლობა, რომ უფასოდ ყოველგვარი პრობლემების გარეშე მათი ჩვენი ლეგენდების ასპარეზობისთვის რომ მიედევნებინათ თვალი. აღნიშნული სიგნალი გადაიცა Fox-ზეც და ჩემი ინფორმაციით რაფის ისტორიაში თბილისის ღონისძიებას Fox-ზე ქონდა საუკეთესო რეიტინგი. თუ მუსიკა შენია, ეს თამაში შენთვისა. 46 სეზონი გაგრძელდება ჩვენი მაყურებლისთვის უკვე კარგად ნაცნობი და საყვარელი მასშტაბური შოუებით თუ ახალი მეგაპროექტებით, მათ შორის გადაცემებით, რომლებიც იმედში დაიბადა და სადაც იქნება მეტი ქართული და ეროვნული ელემენტები. ძალიან ესეთ ამბიციურ და საინტერესო სატელევიზიო სეზონს ვპირდებით სექტემბრიდან. საეთერობადაში იქნება ყველა ის პროექტი, რომელიც გვაქვს, რომელიც უყვარს ჩვენ მაყურებელს, იქნება ყველა დიდი შოუ, რომელსაც იმედი აკეთებდა და გააკეთებს. დახუნძლულია ჩვენი ეთერი სასერიალო ზოლებითაც და გვექნება ბევრი სიახლე. ამ წუთებშიც მიმღერეს მორიგი ეპიზოდი იწერება გადაცემის, რომლის შექმნის იდეაც იმედში გაჩნდა და რომელიც მაყურებელმა უკვე შეიყვარა როგორც ყველაზე ქართული მეგაპროექტი. ეს პროცესი წარმოუდგენელია არხის გენერალური დირექტორის გარეშე. გაგიმხელთ და გეტყვით, რომ მაკა ლომიძე ამ პროექტის ერთ-ერთი თანაავტორია. ჩვენ ვართ ჭეშმარიტად ქართული პროექტის მიმღერის გადაღებაზე. თითქმის ყველა პავილიონი არის დაკავებული და მუშაობთ სექტემბრისთვის კიდევ უფრო მაღალ რეიტინგიან, კიდევ უფრო საინტერესო პროექტებზე, მუშაობთ ქართულ სერიალზე, მუშაობთ ქართულ მეგაშოუებზე, საზოგადოებრივ პოლიტიკურ ახალგადაცემებზე და გონია რომ ჩვენი მაყურებელი, ვისაც მინდა რომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა უთხრა და ჩვენ თუ რამეს წარმოვადგენ ტელეკომპანია იმედი, სწორედ მაყურებლის დამსახურებაა, ძალიან ბევრ ახალ პროექტს ნახავს. ასე რომ იმედის მაყურებელს სექტემბრიდან საინტერესო მასშტაბური პროექტები და ბევრი სიურპრიზი ელოდება.